გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ შემდეგ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. რადგანაც ჩვენ წინა გადაცემაში საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებოდა ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი აფხაზეთის, ცხუნ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი თემურ ჩილაჩავა, ასევე ბრძანდება ფაზის აკადემიის წევრი. ნახეთ, რომ საზოგადოებას დიდი ინტერესი აქვს ამ მასალების მიმართ, მათემატიკური მოდელირების მიმართ. ამიტომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ მობრძანებულიყო ბატონი თემური ჩვენთან და კიდევ რამდენიმე თემაზე გვესაუბრა. ჩვენ საკმაოდ ბევრი კითხვები გაგვიჩნდა მასთან დაკავშირებით და მოგესალმებით ბატონო თემურ, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და დღეს ჩვენ სტუმარი რომ ბრძანდებით და ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან საუბარი. ბატონო თემურ, წინა გადაცემაში როგორც თქვით, ჩვენ ვისაუბრეთ მეცნიერების სახელმწიფო მართვაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ. კერძოდ მათემატიკურ მოდელებზე, ინფორმაციული ომის მათემატიკურ მოდელებზე, სოციალურ სფეროში კიდევ რომელი პროცესების აღწერაზე მუშაობთ? თქვენ მათემატიკური მოდელების გამოყენებით ამ ხრივ თუ გავშლით მთლიანად და თქვენ გაქვთ საშუალება რომ სრულად მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო გია მოწვევისათვის გენიალური ფრანგი მათემატიკოსი ანრი პუანკარე ბრძანებდა. მათემატიკა ერთი მეთოდით მათემატიკური მოდელის მეშვეობით სწავლობს რეალური სამყაროს სხვადასხვა მოვლენებს. ჩვენ წინა გადაცემაში აღნიშნეთ, რომ ჰერმან ჰაკერმა ეს იყო პირველად 1969 წელს შტუტგარტის უნივერსიტეტში ლექციის საჯარო ლექციის დროს აღნიშნა, რომ ესე იგი შემოიღო პირველად ესე იგი მარებაში სიტყვა სინერგეტიკა, აღნიშნა, რომ მათემატიკური მოდელირება როცა ცხადია უკვე ამ დროისთვის აპრობირებული იყო ყველა ესე დარგში როგორც არის ფიზიკა, საბუნებისმეტყველო, ეკონომიკა, შემდეგ შესაძლებელია იყოს გამოყენებული სოციალური პროცესების აღწერისათვის. წინა შეხვედრის დროს ჩვენ შევეხეთ ძირითადად ორ თემას, მაგრამ ძირითადად მაინც ფოკუსირებული ვიყავით ინფორმაციული ომის მათემატიკურ მოდელებზე და დღეს მე რამოდენიმე კიდევ საკითხს შევეხებით, კერძოდ მართვის თეორიაში მათემატიკური მოდელების გამოყენებისა. მართვის მაკრო სახელმწიფო დონეზე ან მიკროს მცირე სოციალური სკოლა უნივერსიტეტი მათემატიკური მოდელებზე. აი ადმინისტრაციული მართვის მათემატიკური მოდელებში ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მოდელებში განიხილება სამი ობიექტი. პირველი ადმინისტრაცია, ანუ სახელმწიფოს ხელისუფლების მმართველი სტრუქტურები ცენტრალური ან ადგილობრივ დონეზე, რომლის მიზანს მიკრო ან მაკრო დონეზე წარმოადგენს მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების მართვა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ინტერესები შეიძლება იყოს როგორც სამართლიანი თუ საქმე გვაქვს დემოკრატიულ მართვაზე, ან ისევე უსამართლო, არა დემოკრატიულ მართვა. მეორე, ეგრეთ წოდებული კონფორმისტები, რომლებიც ეგუებიან მმართველ ადმინისტრაციას. და მესამე, მოქალაქეები, თანამშრომლები, აქტიური ცხოვრებისებული პოზიციით, ანუ არამართვადი ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ადმინისტრაციული ზეწოლისა რჩებიან თავისუფალნი თავისი არჩევანში და მოქმედებაში. აი ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელის მისი მათემატიკური მეთოდებით ამოხსნის შედეგად ჩვენ მივიღეთ თავისუფლების კოეფიციენტის ადმინისტრაციული ზეწოლის ძალის კონფორმისტების და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების საწყისი რაოდენობის სხვადასხვა მნიშვნელობისათვის არაწფივი დიფერენციალური განტოლებათა სისტემის ზუსტი ანალიზური ამოხსნები, რომლებიც განსაზღვრავენ მართვის სხვადასხვა რეჟიმებს. კერძოდ, ლიბერალური მართვა, დემოკრატიული მართვა, ნახევრად ავტორიტარული მართვა და ავტორიტარული. აი სხვათა შორის ჩვენი გამოკვლევა გვიჩვენა, რომ თუ სოციუმში, მაგალითად სკოლა, საკმარისია, რომ 100 მასწავლებლიდან 67 იყოს არაპროფესიონალი, ანუ თქვა პირდაპირ დაუშვათ დაბალ დონეზე, მაშინ დარჩენილი
33-ის გარკვეული დროის შემდეგ გადადის ნელ-ნელად იმ მიდგომებზე, რაც ესე იგი ამ სამწუხაროდ 77 აქ. ანუ 2/3-ის, ანუ პროცენტულად 66, ანუ ბევრი 6-იანი როცა არის თქვენ იცით და შესაბამისად აი ეს 2/3 არის კრიტიკული, რომ თუ სოციუმში 2/3-ზე მეტი იქნება არაპროფესიონალი, ან დაუშვათ პირობითად ზოგადად ქრისტიანული თვალსაზრისით ვთქვათ, არაკარგი ადამიანი, მაშინ გარკვეულწილად მათემატიკა გვიჩვენებს მოდელი, რომ უმრავლესობა, ანუ ფაქტურად პერსპექტივაში 100%-ით გადავა ამაზე და რაც ამიტომ საბედნიერო ჯერჯერობით 2/3-ს მიღწეული არა ვართ. ანუ 66%-ია? დიახ, 66%. ცნობილი ამერიკელი ესე იგი სპეციალისტი ნოამ ჩომსკი, ეს ცოცხალია დღესაც, მართვის თეორიის ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი, აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის მართვის თეორიის манипуляციას 10 სტრატეგიას მასმედიის მიერ. პირველი ეს არის ყურადღების გადატანა. საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემიდან ადამიანების ყურადღების გადატანაში. ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე გამუდმებით არის გადატვირთული. მეორე, პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზება. მესამე, მუდმივი გამოყენების მეთოდი. მეოთხე, აღსრულების გადავადება. ეს არის არაპოპულარული გადაწყვეტილების მომდევნო მეთოდი, მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მას წარუდგინონ როგორც ტკივნეული აუცილებელი ღონისძიებას, რათა მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებაზე მომავალში. მეხუთე, მიმართე ხალხს როგორც პატარა ბავშვს. პროპაგანდისტულ გამოსვლათა უმეტესობა, რომელიც ფართო პუბლიკაზე გათვლილი, ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს, სიტყვებს და ინტონაციას იყენებს, თითქოს და ელაპარაკება სკოლამდელ ასაკის ჯერ კიდევ გონება, ესე იგი, პრულად უმწიფარ პატარებს. ხშირად ხდება, როცა გიდა მართო ესა. მეექვსე, უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზე. ემოციაზე ზემოქმედება განსაკუთრებით ქართველებთან ეს კარგად გამოდის. ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაიბლოკოს ადამიანის რაციონალური ანალიზის უნარი, შედეგად კი საერთოდ მიმდინარე მოვლენების კრიტიკული გააზრების შესაძლებლობა. მეორე მხრივ ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას კვალავს ქვეცნობიერისკენ, რათა ჩანერგოს იქ აზრები, სურვილები, შიშები, იძულებანი და ქცევის გარკვეული მოდელები. მეშვიდე, დაბიო განათლების კულტივირებით ადამიანების უმეცრებაში დამკვიდრება, ეს სამწუხაროდ არის ყველაზე ცნობილი და ისეთი ადამიანები, რომელსაც კლასიკური განათლება აქვს, რომელიც სამაგალითო უნდა იყვნენ, მათი ესე იგი არ არის მათზე მოსახლეობის სწორება და პირიქით აი ესეთ ადამიანებზე, რომელიც შედარებით ნაკლები განათლების არიან. მოქალაქეთა წაქესება გაუნათლობისკენ, მოქალაქეების უნერგავენ ას იმის შესახებ, რომ ძალზედ მოდურია იყო ჩლუნგი, ურცხვი, უზდელი და უხამსი. მეცხრე, საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება. ამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე საკუთარ უბედურებაში, რომელიც მისი გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობის ან არაჯეროვანი ძალისხმების გამო ხდება. შედეგად იმის ნაცვლად, რომ წინ აღუდგენ ეკონომიკურ სისტემას, ადამიანი იწყებს თვითდამცირებას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს დათგუნულ მდგომარეობას, მათ შორის კი უმოქმედებას, ხოლო იქ, სადაც უმოქმედება რაიმე რევოლუციაზე ან წინააღმდეგობაზე შეუძლებელია ლაპარაკი და ბოლო მეათე ადამიანზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, რაც მათ საკუთარ თავზე უწყია.
ჩვენ რა თქმა უნდა ეს მიდგომაც გამოვიყენეთ, მაგრამ გადავიყენეთ მათემატიკურ მოდელზე და ნუ ესე იგი გესაუბრეთ რა შედეგები მივიღეთ. ასევე ჩვენ მუშაობთ ერების ასიმილაციისა და გლობალიზაციის მათემატიკურ მოდელებზე, კონფლიქტოლოგიის მათემატიკურ მოდელებზე, პოლიტიკური მათემატიკურ მოდელებზე, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში არის ძალიან მოთხოვნადი და აქტუალური. ბატონო თემურ, თქვენ ამ ბოლო წინადადებას ძალიან საინტერესოა ნოამ ჩომსკის მოსაზრება, იმიტომ რომ როგორც ენათმეცნიერებაში მე როგორც მეორე პროფესიით მათემატიკოსი მუშაობ, თანამედროვე ენათმეცნიერების მამა გახლავთ ნოამ ჩომსკი და მისი ლექციები მე მომისმენია ამერიკის უნივერსიტეტში და ძალიან საინტერესო მკვეთრად ამბობს ასეთ წინადადებზე და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს პირადად თქვენი 10 სტრატეგიული ჩამონათვალი და შემდეგი კითხვა მაქვს ბოლოში, რადგანაც ასეთი ერების ასიმილაციაზე საუბრობთ და გლობალიზაციაზე, რას ნიშნავს ჩვენ საზოგადოებას აუხსნათ, რას ნიშნავს ერების ასიმილაციისა და გლობალიზაციის მათემატიკური მოდელირება? რა შედეგამდე მივყავართ ამ მათემატიკურ მოდელებს, ანუ რა შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ ზუსტად ამ მხრივ? რა თქმა უნდა, ამ პრობლემებით მე თვითონ დავინტერესდი, ბუნებრივია ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ბუნებრივია შედარებით ისე იგი მსოფლიოში ვარ მცირე რიცხოვანიერი, მე კიდევ სოხუმელი ვარ და იქ ასევე აფხაზები, ბებიაჩემი აფხაზი იყო და აფხაზები კიდევ უფრო მცირე რიცხოვანი არის და ამიტომ დავინტერესდი იმ პრობლემით, რა პრობლემით შეიძლება თქვათ მეცნიერულად მიუდგეთ აი ამ ასიმილაციის და გლობალიზაციის პრობლემებს. საუბარია ენობრივ ესე იგი გლობალიზაციაზე და ენობრივ ასიმილაციაზე. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია დემოგრაფიული და ასიმილაციისა და გლობალიზაციის სოციალური პროცესის შესწავლა მათემატიკური მოდელირების მეშვეობით. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორდონიანი ასიმილაცია, ასევე სამდონიანი. აი მაგალითად ორდონიანი ასიმილაცია თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, ეს ასიმილაცია არის, ვთქვათ, აი არის გარკვეულ სოციუმში 3 ენა, რომელიც გამოიყენება ერთი უფრო დიდი რაოდენობის მოსახლეობის მიერ, მაგალითად რუსული, მეორე ვთქვათ უკრაინული და აი მესამე ვთქვათ ყირიმში თავის დროზე, როცა ეს 3 ენა იყო, ყირიმის ესე იგი ყირიმის თურქების ენა, თურქული ენა. ბუნებრივია რომ რუსული ენა უკეთებდა ასიმილაციას უკრაინულს და ამ შემთხვევაში თურქულ ენას ყირიმის სივრცეზე კუნძულზე და შესაბამისად უკრაინული უკეთებდა ესე იგი ამ თურქულ ენას. შესაბამისად აი ეს მოდელი ასევე შეიძლება სხვა მოდელი განვიხილოთ, მაგალითად ესე იგი ესპანეთში ესპანური ენა, ინგლისური, ესპანური და კატალონიური და ასე შემდეგ. აი ჩვენ ესე იგი მივიღეთ გარკვეული პირობები, ანუ შევქმნით მოდელი და ვაჩვენეთ რა პირობებში აი ამ მოდელში შეიძლება ის მცირერიცხოვანი მოსახლეობა, რომელიც იმყოფება ორდონიან ასიმილაციაში, ხოლო აი სამდონიანი ასიმილაცია არის ემატება ყველგან ინგლისური ენა. ნუ მაგალითად ვიმეორებ, აქ დაემატა კიდევ თქვათ ინგლისური, ესპანური, კიდევ სხვა ენები, ან ინგლისური, რუსული, უკრაინული, ესე იგი თურქული ენა. და აი როგორ ხდება ეს ამბავი და რა ესე იგი დასკვნები მივიღეთ ჩვენ. აღმოჩნდა რომ ერთადერთი შანსი მცირერიცხოვანი მოსახლეობის გადარჩენისა, აი მაგალითად ავიღოთ ვთქვათ იგივე უმარტივესი მოდელი დღეს რომ არის აფხაზეთში სამწუხაროდ უკვე ქართული ენა გამოდევნილია, ერთადერთი ალბათ საქართველო ამ შემთხვევაში აფხაზეთი, სადაც იდევნება სახელმწიფო ენა. და გამოდევნილია და იქ ახლა ესე იგი იანგურიდან ესე იგი სოუნდე ამ პირიქით ხოლოდ ძირითადად ორი ენა კი არის კიდე სომხური ენა, მაგრამ ორი ენა ეს არის რუსული და ესე იგი აფხაზური. აი ერთადერთი შანსი რომ გარკვეულ ვადაში, გრძელვადიანში აფხაზური ენის გადარჩენისას თუ საუბედუროდ ეს სიტუაცია დარჩება არის პირველი
აფხაზების დემოგრაფიული ფაქტორი ბუნებრივი უნდა იყოს დადებითი და მასილირებელი მოსახლეობის ენის ანუ რუსების მხრიდან მათიც დემოგრაფიული ფაქტორი იყოს უარყოფითი. მაგრამ საუბედუროდ აფხაზების დემოგრაფიული ფაქტორი უარყოფითი. ამიტომ არავით არის შანსი გრძელვადიანში აი ეს სიტუაცია თუ დარჩება აფხაზური ენის გადარჩენისა არ აქვს. რაც ეხება გლობალიზაციის მოდელებს თქვა ჩვენ ავიღეთ ესეთი მოდელი. თქვენ იცით ახლა ბუნებრივია რომ გლობალიზაცია თუ მოხდება მე პირადად არ მინდა რომ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდება ინგლისური ენით და ავიღეთ მოდელი, როცა ახლა ეს არის მაკრო მოდელი, ანუ მსოფლიო მასშტაბით, ერთი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა და დანარჩენი მსოფლიო ესე გამოკლებული ინგლისურ ენაზე, სხვა ენაზე. ანუ აქ ორი თქვათ ესეთი ის არის. აქაც იგივე სიტუაცია ჩვენ მოდელის შიგნით ავამტკიცეთ თეორემები, რომ ერთადერთი შანსი გადარჩენისა გრძელვადიანში ანუ რომ არ მოხდეს გლობალიზაცია ინგლისური ენით, დანარჩენი მოსახლეობის, ვინც არ თვლის ინგლისურ ენას მშობლიურ, გასაშუალებული დემოგრაფიული ფაქტორი უნდა იყოს დადებითი. საბედნიეროდ ამას ჯერ აქვს ადგილი მუსულმანური მოსახლეობის, ანუ ისლამის მიმდევრების და ვთქვათ ინდოელების, ასევე გარკვეულწილად ჩინელების ხარჯზე. ხოლო ინგლისურ ენაზე მოლაპარაკება ესე იგი მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორი 0-თან ახლოსა ან უარყოფითია, რადგანაც მათი იცით რომ დემოგრაფიული ფაქტორი ქვეყნებში სადაც მაღალი არის განვითარება ეკონომიკური სამწუხაროდ იქ დემოგრაფიული ფაქტორი ან უარყოფითია ან ესე იგი ნულის ტოლია. ჩვენ აი ეს ჩვენი კვლევების გამოქვეყნებულია სპრინგერში, ეს არის ინდექსირებული სხობისში გამოცემები საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩვენ გარკვეულწილად მე და ჩემი მაშინ დოქტორანტი დღეს პროფესორი გია ფოჩხუა 2019 წლის 1 ივლისს ვიყავით პორტუგალიაში, ლისაბონში, სადაც ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია დიფერენციალური და სხვაობიანი განტოლებები, მათი გამოყენება International Conference Difference Equation and Application და სადაც მონაწილეობდა ძალიან ბევრი ქვეყანა, კერძოდ იყო ესე იგი 235 მონაწილე ძალიან ცნობილი ქვეყნიდან და აი ჩვენი კვლევის შედეგი გამოქვეყნდა ძალიან მაღალ რეიტინგულ ჟურნალში. მცირე ერების, მათ შორის აფხაზების ასიმილაციის გადარჩენის ერთადერთი შანსი მე გითხარით და ამიტომ მე ამ კუთხით მინდა გავიხსენო ბაგრატ შინკუბას, სამწუხაროდ, რომელიც თქვა თავის დროს იყო ცნობილი პოეტი, სხვათა შორის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მან თქვა რომ უკეთესია დავიხრჩოთ ოკეანეში, გულისხმობდა ოკეანეში ან ზღვაში, ანუ რუსულ ენოვან სამყაროში, ვიდრე ტბაშია ქართულ ენოვანში, მაგრამ ქართული ენა ქართველები არ ცდილობდნენ აფხაზების რეალურ ასიმილაციას, ხოლო რუსები ცდილობენ არა მარტო აფხაზები, არამედ გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის ხალხის ერების ასიმილაციას. შეკითხვა საკმაოდ ბევრი ხობს ბატონო თემურ ბარაძა, მნიშვნელოვანი შეკითხვები გამოვყავით ჩვენ აქ. რამდენად მე ვიცი თქვენ მიერ აგრეთვე დამუშავებულია საქართველოსა და არა მარტო საქართველოსთვის უაღრესად აქტუალური კონფლიქტოლოგიის მათემატიკური მოდელები და აი ამ ხრივ კონფლიქტოლოგია როგორც მეცნიერება დღეს უკვე არსებობს და რა შეიძლება ამ მათემატიკური მოდელებით კონფლიქტოლოგიას უფრო მეტად მივცეთ დასაგანი და დარწმუნდნენ რომ ამ მეცნიერებაში მათემატიკა უაღრესად მნიშვნელოვანია. თქვენ მადლობა რომ წამოწიეთ ეს საკითხი. 2005 წელს ცნობილმა მათემატიკოსმა რობერტ აუმანმა, ის დღეს არის იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე უკვე გარდაცვლილმა თომას შეინინგმა, ის ეკონომისტი იყო, სამეცნიერო შრომების ციკლისათვის კონფლიქტისა და თანამშრომლობის პრობლემის გაგება ანალიზის მეშვეობით თამაშთა თეორიის ფარგლებში მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.
თავის ესე იგი სიტყვაში ნობელის პრემიის მინიჭების 2005 წლის 8 დეკემბერს რობერტ დაუმანმა აღნიშნა, რომ ომები და კონფლიქტები არიან ადამიანთა ტანჯვის ერთ-ერთი ძირითადი წყაროები, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ეს ლექცია თავისი მიეძღვნეს კაცობრიობის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე საარსებო და ღრმა საკითხს, ომი და მშვიდობა. მათემატიკური მოდელირების, ანუ თამაშთა თეორიის სხვა მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ ასპექტს წარმოადგენს გამეორებადი თამაშების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად, მივაქციოთ ყურადღება, კონკურირებადი სუბიექტების ხანგრძლივ ურთიერთობას შეუძლია წარმოშვას მათ შორის თანამშრომლობა, რისთვისაც ერთხელ კონტაქტის შემთხვევაში საკმარისი საფუძველი არ მოიძებნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანგრძლივი ურთიერთობა წარმოშობს საერთო ინტერესებს და წინაპირობას თანამშრომლობისა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერგნეთის ბაზრობა, რომელიც იყო გახსნილი, ადმინისტრირებული თვალსაზრისით იყო შავი ხვრელი. ანუ ბუნებრივია, ეგ თანხები სახელმწიფოში ნაკლები შედიოდა, ან საერთოდ არ შედიოდა, მაგრამ ურთიერთობის აღდგენის კუთხით ქართველებს და ოსებს შორის. ასევე მათი ოჯახების ეკონომიკური და ფინანსური გამაგრების თვალსაზრისით ეს იყო ძალიან დადებითი, კარგი და ამ პერიოდში ქართულ და ოსებს შორის ურთიერთობები ფაქტურად დათვა, ქართველები თბილისიდან ჩადიოდნენ ცხინვალში და ასე შემდეგ. მაგრამ მე მოხდა სამწუხაროდ, იცით რომ მოხდა ერგნეთის ბაზრობის გზების გაუქმება და ეს გამოიწვია, ამან გამოიწვია კიდევ სხვა, მათ შორის ის რაც მოხდა 2008 წელს. ჩვენ 2018 წელს მე ესე იგი ასევე მე ერთად გიორგი ფოჩქუასთან ერთად შემოთავაზებული იყო ორ პოლიტიკურად არასაომარი ურთიერთდაპირისპირების მხარეების შესაძლო ქვეყნები ან ქვეყანა და მისი იურიდიული სუბიექტი შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი არაწყვილი მათემატიკური მოდელები, რომელიც ითვალისწინებდა მხარეთა მოსახლეობის ნაწილთა შორის ეკონომიკურ ან სხვა სახის ტიპის თანამშრომლობას მიმართულს მხარეთა დაახლოებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. ჩვენ განვიხილეთ 4 მათემატიკური მოდელი. სახელმწიფო სტრუქტურების ჩაურევლობის შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობის კონფლიქტის გადაწყვეტის მათემატიკური მოდელი. მეორე, სახელმწიფო სტრუქტურების და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობის შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობის კონფლიქტის გადაწყვეტის მათემატიკური მოდელი. მესამე, კონფლიქტის სახელმწიფო სტრუქტურების ორმხრივ წინააღმდეგობის შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობით კონფლიქტის გადაწყვეტის მათემატიკური მოდელი და მეოთხე, რომელიც პრინციპში ესადაგება საქართველოს და მის ტერიტორიას განუყოფელს იურიდიულ საფხაზეთს, მათ შორის ცხინვალის რეგიონს, სახელმწიფო სტრუქტურით სამხრივ წინააღმდეგობის შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობით კონფლიქტის გადაწყვეტის მათემატიკური მოდელი. ჩვენ ესე იგი მივიღეთ რა თქმა უნდა ამ მოდელების შიგნით ზოგ შემთხვევაში ზუსტი ანალიზური ამოხსნე, ზოგ შემთხვევაში ესე იგი მივიღეთ კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით ამოხსნები და დავადგინეთ. მაგალითად, ვთქვათ, თუ ვიღებთ სიტუაციას, როცა ვთქვათ აზერბაიჯანს სომხეთს შორის არის, ანუ სახელმწიფო ორი მხრიდან უშლიდა ხელს მოსახლეობას საერთო რაღაცა ესე იგი თანამშრომლობას, ვთქვათ, ეკონომიკური პროექტები და ასე შემდეგ. ასევე ვთქვათ, აფხაზეთს, სადაც დე-ფაქტო ხელისუფლება ხელს უშლის, რომ ეკონომიკურ ესე იგი კოოპერაციაში აფხაზეთში ესე იგი ცხოვრები მოსახლეობა შევიდეს ენგურს აქეთ ცხოვრები საქართველოს მოსახლეობასთან და დავადგინეთ ის რაოდენობა ყოველთვის მოიძებნება იქ და აქ მით უმეტეს ენგურს აქეთ ვისაც სურს თანამშრომლობა. ჩვენ ახლა არ ვლაპარაკობთ მარტო სამურზაყანოზე, ანუ გალის რაიონზე, სადაც ფაქტურად ქართველები ცხოვრობენ, არამედ თუნდაც იქით, ოჩამჩირე სოხუმში ყოველთვის მოიძებნება გარკვეული რაოდენობა აფხაზებისა, ვისაც უნდათ
ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთობლივი საწარმოები, გინებათ ესე იგი წვენების გადამუშვა, შემდეგ, სადაც დაუშვათ საერთო ეს დოვლადი, ესე იგი მოხდება მათ ოჯახების ფინანსური ხარდაჭერისათვის, შესაძლებელია ეს ბანკი იყოს კიდევ ევროპაში და მიეცეთ მათ საშუალება ევროპაში კიდევ გასვლისა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არსებობს ის პირობები, რა პირობებით ესე იგი შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ აი ამ მეცნიერული მედგომით ვიხელმძღვანელოთ. 2020 წლის აი პანდემიამდე 12-15 თებერვალს მე და გიორგი ფოჩხუა ვიყავით მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ესე იგი სისტემების მოდელირება და ოპტიმიზაცია, ერთ-ერთი სექციის ხელმძღვანელი სისტემების მოდელირების მეთოდები და ოპტიმიზაციის ალგორითმები, თავმჯდომარე მე გავხდით და ჩვენი წარმოადგინეთ ესე იგი მოხსენება პოლიტიკური კონფლიქტის გადაწყვეტის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები და რესურსების ოპტიმიზაციის ამოცანები, რომელსაც დაიმსახურა კარგი შეფასება და გამოქვეყნდა ჩვენი სტატია პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Modeling and Optimization. აი ეს მოკლედ ბატონო თემო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, როგორც ჩემთვის, როგორც მათემატიკოსისთვის და თან თქვენთან ერთად მუშაობ მე ამ თემებზე და ძალიან შტაბეშტილების ქვეშ ვარ ამ მხრივ. და ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ ბავშვობაში გამოვკვეთავ კიდევ რამდენიმე შეკითხვას. როგორც ჩემთვის ცნობილია ბატონო თემო, თქვენ ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე გააკეთეთ ძალიან საინტერესო და უაღრესად დღეისთვის აქტუალური გეოპოლიტიკური თემის პრეზენტაცია. და იქვე მე როგორც მახსოვს, თქვენ გააკეთეთ პროგნოზი. რაში მდგომარეობს პოლიტოლოგიის მათემატიკური მოდელები, კერძოდ ეს არის ორპოლუსიანი, სამპოლუსიანი, მრავალპოლუსიანი, კერძოდ ოთხპოლუსიანზე საუბარი მათემატიკური მოდელები. აი ამ თემაზე, დედამიწაზე რამდენი პოლუსია ახლა და ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მხრივ ბატონო? ჩვენ განსაკუთრებით ამ თემით დავინტერესდით, ზოგადად ადრეს გვაწუხებდა, მაგრამ დავინტერესდით, როცა გასული წლის 24 თებერვალს მოხდა უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია და ესე იგი ეს ჩვენი აზრით განპირობებული იყო რუსეთის სურვილთან შეცვალოს გეოპოლიტიკური გავლენის განვითარების ბუნებრივი კურსი. სამი მთავარი ძალის სოფლიო პოლიტიკაზე ამერიკა, ჩინეთი და გაერთიანებული ევროკავშირი, როგორც ცნობილია, მათი ეკონომიკური კომპონენტები, ანუ სოფლიოს მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტი ამ დროისთვის ამერიკის არის 24.16%, ჩინეთის მზარდია და არის 17.76% და გაერთიანებული ევროპის არის 21.26%. ეს მონაცემები 21 წლით არის, ცოტა შეცვლილია, ჩინეთის პროცენტი ცოტა გაიზარდა, ევროკავშირი ცოტა გაიზარდა, ამერიკის ცოტა დაიგო. მაგრამ როგორც ხედავთ, აქ საერთოდ არ არის რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დღეს არის სოფლიო მასშტაბით 1.8%. შედარებისთვის იგივე რაოდენობა პროცენტული აქვს მაგალითად ტაივანს, რომელიც არის იურიდიულად ჩინეთის პროვინცია, მოსახლეობით 22 მილიონი. არაფერს არ ვლაპარაკობ, ბევრად მეტი აქვს დაახლოებით 4%-მდე ინდოეთს და ესე იგი კანადას და ასე შემდეგ. მაგრამ ბუნებრივია, რომ ესე იგი ეთყობა ასე ფიქრობდა, რადგანაც სულ გეოპოლიტიკური ამბიციები რუსეთს აწუხებდა, დაწყებული კიდევ იმპერიიდან, მერე цаრისტული რუსეთი, მერე ბოლშევიკური, მერე ის და ეს სამწუხაროდ მათ გენეტიკაში არის. ამიტომ მათმა მესვეურებმა ჩაიფიქრეს, რომ ერთადერთი შანსი, როგორმე ის ორპოლუსიანი, ანუ ამერიკა-ჩინეთის პოლუსიან მატარებელ, რომელიც მიქრის, რომელი აი შევახდეთ, ვითომ მესამე მაინც ვიყოთ, იყო აი ამ ომის გაჩაღება. ეგონათ ალბათ მათ, რომ 2-3 დღეში თუ არა ერთ კვირაში კიევში იქნებოდნენ
მე რა თქმა უნდა ერთ დღეში ან ნახევარ დღეში მოლდოვას, საქართველო თავისთავად სომხეთი ეცებოდნენ აზერბაიჯანი ცოტა რთული იქნებოდა თურქეთის გამო და შუა აზიას და აი ამ მეტნაკლებად საბჭოთა კავშირს ვითომ აღადგენდა ეკონომიკა სუსტი იქნებოდა მაგრამ ტერიტორია დიდი და რაღაცნაირად ესე იგი ეცდებოდნენ ამას მაგრამ ის დრო როცა გეოპოლიტიკას რაოდენობა მოსახლეობის წყვეტდა და წვეთდა თუნდაც მებრძოლის სული და შემდეგ რაც ქართველებს ჰქონდათ მაგალითად ეს უკვე მებრძოლის სული საჭიროა მაგრამ ეკონომიკა წვეთს ამიტომ ჩვენ რომ ესე იგი შევიმუშავოთ მათემატიკური მოდელი ჩვენ შემოვიღეთ ცნება ქვეყნის პოლიტიკური წონა ქვეყნის ან ქვეყნებთან ასოციაციის სოფლიო დონეზე პოლიტიკური წონა განისაზღვრება მინიმუმ 4 კომპონენტი პირველი სამხედრო ძალა სადაც შედის სამხედრო ძალა შეარაღება, ბირთვული იარაღის არსებობა, ბიოლოგიური იარაღის არსებობა, თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ტექნოლოგიები, ჯარი და წარმატებული სამხედრო ოპერაციების ისტორია და ასე შემდეგ. მეორე, ეკონომიკური შესაძლებლობები, მთლიანი შიდა პროდუქტი, ამაზე ვისაუბრეთ, ენერგორესურსების შეფასება არსებული და მოსაპოვებელი პროდუქციის ბაზრები და ასე შემდეგ. მესამე, ტექნოლოგიური შესაძლებლობები, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია, ასევე წარმატებული საინფორმაციო დეზინფორმაციული ომების წარმოების ტექნოლოგია და მეოთხე, დემოგრაფიული რესურსები და მოქალაქეების მენტალიტეტი ქვეყნის პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად, ჰიბრიდული ომები, რბილი ოკუპაცია და ასე შემდეგ. ჩვენ აქვე მინდა გითხრათ რომ აი რაც ყველაზე მეტ ესე იგი რუსები პირდაპირ ამფარულათ რომ აი ბირთვული იარაღი გვაქვს და ასე. ეგრეთ წოდებულ ბირთვულ კლუბში შედის 9 ქვეყანა. პირველი ცხადია ამერიკის შეერთებული შტატები 55 წლიდან აქვს ატომური იარაღი კობინების რაოდენობა ახლა დრო დაგვარება 5000-ზე მეტია რუსეთი ადრე საბჭოთა კავშირი 59 წლიდან აქვს ატომური იარაღი თითქმის 6000 დიდი ბრიტანეთი 52 წლიდან 225 კობინი ბირთვული იარაღი საფრანგეთი 60 წლიდან 290 ჩინეთი 64-დან 350 ინდოეთი 74-დან 160 პაკისტანი 98-დან 165 და წარმოედგინეთ ჩრდილოეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ბატონი ესე იგი ვინც ზის ხო ვიცით 2006 წლიდან 20 აქვს ბირთვული იარაღი და ისრაელი 90 ამრიგად აქ არგუმენტაცია იმისა რომ რუსეთს აქვს გასაგებია რუსეთს აქვს და ეს გასაგებია მაგრამ სხვებსაც აქვს და ამიტომ ეს ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში არ არის ის არგუმენტი რომელიც აი მთელ სოფლიოს დააშინებდეს და ამიტომ ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და ყველა უნდა დაანებდეთ უკრაინა დაანებდეს საქართველო თავისთავად ისინი აშენდაში აქვე მე მივაქცევ ყურადღებას რომ ჩვენი ანალიზი ესე იგი სანამ მოდელს შევქმნით ორპოლუსიანს ჩვენ შევისწავლით ჩინეთის ზრდის ეკონომიკური ზრდის საკითხები და 1978-დან 2019 წლამდე ჩინეთში მუდმივ ფასებში დაანგარიშებული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეობაზე 2600%-ით გაიზარდა. კერძო საკუთრებას დაშვების სიკეთები მოსახლეობის ხელშესახები 90 წლებიდან გახდა. 90 წელს დღიურად ერთ ადამიანზე იყო ესე იგი დღიურად იყო მოსახლეობაზე 1.9%-ზე ნაკლები მოსახლეობის 66.2% ხარჯავდა. 2015 წელს 95-ჯერ შემცირდა ეს ამბავი 0.7%-ზე. ანუ აი ეს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა პროცენტებში ბევრად უფრო ჩქარია ვიდრე ამერიკის. ანუ ეს გრაფიკით გაქვთ თქვენ ზრდა. ეს გრაფიკები გაქვთ, ჩვენ მერე წარმოადგენთ ამას. ანუ ცალსახად მეორე პოლუსი, ყარი პოლუსი არის ჩინეთი, მისი პოლიტიკური წონა იზრდება და შესაძლებელია მომავალში ის უკვე ეკონომიკურად სუსტი ქვეყნები
თქვათ ვისაც არ უნდა ცხადი ამერიკულ პოლიუსში ალბათ ეს რუსეთი შედარებით ალბათ ინდოეთი და ასე შემდეგ ისინი ან იძულებული გახდებიან ჩინეთის ორბიტაზე იტრიალონ ან რაღაცა ეცადონ მეოთხე პოლიუსის შექმნა და მესამე პოლიუსი ევროკავშირია რომელიც ხადია ძირითადად ამერიკის მიდგომებს და ამერიკის იმას ითვალისწინებს და ამიტომ ჩვენ მივიღეთ აი ესეთი როგორც მათემატიკური ანალიზის ორ მოდელიან მოდელში ორ პოლიუსიან მოდელში ჩავატარეთ როგორც კერძო ამონახსნები ვიპოვეთ ანალიზური ასევე კომპიუტერული მოდელირება და გვიჩვენა ერთ-ერთ მიდგომაში თუ ასე გარძელდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ამერიკის ეკონომიკური ზრდა ან თითქმის არაზრდა შესაძლებელია გარკვეულწილად გარკვეული დროის შემდეგ და ზუსტად ამ მთლიანი შიდა პროდუქტი პროცენტებში მსოფლიო მასშტაბით ჩინეთის გაუსწროს ამერიკას შესაბამისად გარკვეულწილად პოლიტიკურ წონას მაგრამ მე ეს პროცესი წავა როგორც ჩვენი გვიჩვენეს ამოხსნა ეგრეთ წოდებული ესე იგი სინუსოიდალი ფუნქციით რომ ზრდადობა კლებადობა ამ ორ მოთამაშეს შორის იქნება გარკვეულწილად ესე იგი უპირატესობა გარკვეულ შუალედებში აი ამას გვიჩვენეს ჩვენ თუ ასეთი ზრდა მოხდა ეკონომიკური ჩინეთის და ჩინეთი კიდევ ალბათ სამხედრო თვალსაზრისითაც იმაგრებს თავის პოზიციას. დიახ. ბატონო თემო. აქ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენს მსმენელებს ეს ძალიან საინტერესოდ მოეჩვენებათ, იმიტომ რომ ასე პასუხი ყარად გაცემული მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში პოლიტოლოგებს, კონფლიქტოლოგებს ასე არ ჩამოუყალიბებიათ. ამიტომ ჩვენ ცოტა კიდე პატარა დრო დაგვრჩა. ამიტომ მინდა რომ კითხოთ კიდევ ერთი კითხვა თუ შეგიძლია მოვასწროთ, კიდევ რომელ აქტუალურ თემებზე მუშაობთ თქვენ და თქვენი სამეცნიერო ჯგუფი. გაქვთ თუ არა მხრივ მხარდაჭერა ზოგადად აქტუალური საკითხების ამ საკითხების მეცნიერულ შესწავლისას სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებიდან ეს ძალიან საინტერესოა ჩვენთვის მე ბევრჯერ ეს პრობლემები მქონია და ახლაც მაქვს და თქვენი მხრიდან რას გეტყვით ამ მხრივ საერთოდ მეცნიერება აინტერესებს ჩვენს ქვეყანას თუ არა ესეც ბატონო კი აი რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ სოციალურ მეცნიერებაში მათემატიკის გამოყენების მოდელებს და ამ შემდეგ მაგრამ მე როგორც თქვენ ქართველები დაანდები და ჩვენ ქართველები ვართ ჩვენ სულ მაინტერესებდა რომ აი როგორი იყო ეს პროტოკარტელური მოსახლეობა მისი ბინადრობის ესე იგი არეალი ასევე ვთქვათ როგორ ხდებოდა პროტოკარტელური ენის ესე იგი ტრანსფორმაცია 4-ენა დღეისთვის რომ არის წარმოდგენილი და თქვენ ბრძანდებით ამის ფაქტურად ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ თვალსაზრისით ხოლო მე ეს ამან დამაინტერესა მათემატიკური მოდელების თვალსაზრისით და ჩვენ აი თქვენთან ერთად პროფესორ გიორგი ბოჩხუასთან ერთად ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი შედეგები ჩვენმა ჯგუფმა თქვენი დააკეთეთ მოხსენება ილია ვეკულას სახელობის გამყრეთ მათემატიკის ინსტიტუტში 19 აპრილს და მიმდინარე წლის 11-17 სექტემბერს ჩვენი ჯგუფი ქართველების ამ შემთხვევაში პელაზგების სამეული ჩვენ ვართ მოწვეული კრეტაზე ქალაქ ჰერაკლიონში სადაც ტარდება მაღალი დონის სამეცნიერო კონფერენცია რიცხვითი ანალიზისა და გამოყენების მათემატიკის საერთაშორისო კონფერენცია სადაც ჩვენ წარმოადგენთ მოხსენებას პროტოკარტელური მოსახლეობის ტრანსფორმაციის არაწფრივი დინამიკური სისტემების კვლევა. ბუნებრივია რომ სამწუხაროდ სახელმწიფო ესე იგი ძირითადად აფინანსებს იმას რისგან აი ამ მომენტში შეიძლება იყოს რაღაცა ეფექტი, მაგრამ იცით რომ მეცნიერება განათლება ზოგადად ითხოვს გრძელვადიან ესე იგი ინვესტიციებს და სახელმწიფოს მხრიდან სამწუხაროდ დაფინანსება და მხარდაჭერა არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სხვების სამწუხაროდ არ არის, რა ძალიან ცუდია, მაგრამ მაინც არიან გაკეთილი ადამიანები, ვისაც ესმის, რომ მარტო დღევანდელი მიდგომით, თუნდაც დიდებული მეც როგორც თქვენ მიყვარს სპორტი, რაღაცა ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ქართველები ვარ სოფლიოში შესული 3 საერთაშორისო დონის სკოლით, მათემატიკურით, ფიზიოლოგიის სკოლით და ესე იგი ფსიქოლოგიის სკოლით უზნაძეს ბერიტაშვილი, უსხელიშვილი ვეკუას და კიდევ სხვა. ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა მოვახდინოთ
აი ამ დიდებული სკოლების ესე იგი საბოლოოდ ესე განადგურება არის ესე იგი ნიშნებს ვხედავთ, ამიტომ იმას გამოვთქვამთ, რომ რაღაცები შეიძლება სახელმწიფო მასშტაბით, ხოლო ქართველები, მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის ხარში უდგანან იმას, თუ დაინახავენ, რომ აკეთება მეცნიერული სკოლა, არის სუფთა მიდგომა და აკეთება ქართული საქმე. დიდი მადლობა თემო. ჩვენს მსმენელებს ვეთქვით, რომ გადაცემა ფაზის აკადემიის დაღლულები მოწვეული სტუმარი გზანდებოდა ცხუმა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფაზის აკადემიის წევრი ბატონი თემურ ჩილაჩავა და მე გახდით გია კვაშილოვა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ოთხშაბათს შევხვდებით ახალ სტუმართან ერთად. კარგად გრძანდებოდეთ. ახლა